მე ქოროდა ტაფსონავს ხედვართ საუბრობთ სოფლიო ჩემპიონატზე, ვაფიქსირებთ საკუთარ წვეტიან აზრებს სოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებით, კარგავთ სვამთ, კარგავთ ჭამთ, კარგავთ კისკისებთ, კარგავთ ვიცით, ვერთობით, მე ცოტა ჩხუბობთ ერთმანეთში, მე პატარა ქუიზს ვთამაშობთ, მოკლედ კარგი ვიდეოა, უბრალოდ ერთი პრობლემა აქვს, რომ ჩემ მიკროფონს დედის დაუზიანდა. და ჩემი ხმა თლა ისეთი კრისპი ვერ არის როგორც ტაფსონას და ქოროს ხმა, მაგრამ ამ ერთხელ მაპატიეთ. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, იმყოფებით სოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ პარტნიორ რესტორან საჭაშნიკეში. სადაც ჩემთან სტუმრად არიან ჩემ არხზე ორადორჯერ მაქვს მეგობრებო კოლაბორაცია გაკეთებული. ერთხელ გიტასთან, მეორედ ქოროსთან. და მესამედ ვაკეთებთ ტაფსონასთან და ქოროსთან, როგორ ახალ მეგობრებო. როგორ ძანდებით? მოგესალმებით ხალხო. საჭაშნიკედან. ხო, პირველ რიგში ურმეს მადლობა ჩემს გენსპო სტარტბანკს, რომელმაც რო გაიგორო კოლაბორაციას ვაკეთებდი. ხო. რა გავაკეთო რა? ვერ წავალ უცხოეთში ხა თვით დასასვენებლად. და სწორედ ამიტომ რახან ქორო ვერ მიდის უცხოეთში დასასვენებლად და მარტო შენ ხარ გაჭუქებდა. მე ფინალის აგზურს. ისეთი საჭმელი გამიგზავნა რომ ერთნაირი საჭმელი იყოს. კარგი, იყოს ამერიკაში. როგორც იცით, თუნჩა კვარაცელია გახდა სოფლიოში ყველაზე მაგარი ტურნირის, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. კონფერენციის ლიგის, ხო? და სწორედ ამიტომ სპეციალურად საქართველოს ბანკმა დაამზადა ესეთი მაისურები დიზელის სტილში. რათა ძალიან მომეშვიდე დაბადებული ჩემპიონობის თვინი. და ეს მაისურები, ესე იგი, ელი არის. ორივე მაიგა ჩემი არა. და ებრა ჩემი არის იქ და რომ მომეწოდოთ შეიძლება შენ უკან აი დეხ მადლობა. და შენი არის XL, როგორც ცოტა პუტყუჩა. კი. შვენიერი არის მართლა მე ძალიან მომწონს ნომერი 7-ის გამარჯვება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანს. ანუ სამჯერ ისე შეგვიძლია რომ ეს მუტები ცვალოთ, რომ ყმულას ვეთქვას, არც ერთხელ არ გამეორდეთ, ერთი ქორო შეფხვაში გამეორდა ლეფტ. თან ფირმალუდები არის. გაცხავარია. ფირმალუდები შეიძლება დალიოთ და ყველაზე მე მაინტერესებს ლევა ქოქიაშვილმა, საჭაშნიკეს სულმა და გულმა, ლამინიამალმა რომ მოიარა ევროპა და ჩეხეთი და გადააწყო თავიდან ბოლომდე კანჭის მომზადების წესი და შემოგთავაზა ჩეხური ვერსია. აი როგორ გაგვიმასწავლდება და საერთოდ რა როჟა არის ის კანჭი მე მაინტერესებს. პირველად ფეხბურთში უკვე ლუდთან და კანჭთან ერთად უკვე. რა თქმა უნდა, მე აიკონიკ დუო ვარ და კანჭი ფეხბურთის garaში არ მაქვს. სულბზე ნაყიდი კანჭის მე. ბრავო ქორო. ჩვენ წელის ადამიანი მიყავს უკვე ახლა. სადღაც მაშინ 60 ლარი და 4 კაცზე თავის ყველა. 18 კაცზე შეგეძლო გაგეტე ხა 4 კაციანი სუბიდილი. დავტოვეთ ნახევარი ადრეს სხვა. ჩემ მეგობარმა ერთხელ კანჭი ჭამა მთლიანად, იცი? ერთი ცალი კანჭი ჭამა მთლიანად. ჩემი გაბიჩვაძემ ადამიანი რომელმაც მეკარე, იცით ეგ სტატია? მეკარე არისო და ან დევი გაბიჩვაძე ამდენ გოლი შეაგდო? 9-3. რაღაცა 6 გოლი შეაგდო. მე მინდა რომ მინიკა გუშინ 9-3 აი. ხო აი 3 ცოტა ახლოს. აუი. ეგეთი სტატია იყო რა. რომ დევი გაბიჩვაძემო შეასრულაო რაღაცა. პოკერი, მოდი ვთქვათ. ხო, მეორე ტაიმში. ხო. როგორც საინტერესო ის არის რომ პირველ ტაიმში დევი გაბიჩვაძე კარში იდგა. და ერთი კანჭი ჭამა? ეგ მეკარე იყო და გამოვიდა და მე ჰეტრიკი თუ რაღაცა შეასრულა რა, თუ 6 გოლი გაიტანა. ძალიან ბევრი გოლი შეაგდო. მეკარემ 9-3. არა, პირველ ტაიმში პოზიცია შეიცვალა. არიდან გამოვიდა პროსტა. აუ. აი მაგას აქ ნაჭამი აზიანებზე შეუძლია რაღაცნაირად უაზროდ ჭამა და 82 ხინკალი, ერთი კანჭი. ჭამა კანჭი. მე ვერ ვიზამი. ქორო შენ რა გიჭამია? ყველაზე გრძელი და ყველაზე ძალიან დიდი. მარტივია და აპატეკი. ყველაზე დიდი რა გიჭამია? ყველაზე დიდი მიჭამია ზბორებზე, ეგრეთ წოდებულ შეკრებაზე, ბაკურიანში. ზბორებზე ეგრეთ წოდებულ შეკრებაზე უკიდე. ჭამე 16 კარაქიანი პური მე მგონი. და მე მეკითხა რომ საჭაშნიკეში შეიძლება კარაქიანი პური ჭამა, ოღონდ ეს ბოროდინული პურია, სადაც მიმწვარი კარაქი შენ პირში აქამდე არ არსებულ არომატებს აათამაშებს. ძალიან კარგი რომ ეს იქნება კარაქი და არა ის, რასაც შენ იღებ ხოლმე. მადლობა, მე ბოროდინულ პურს ვარ. ჭირდება. და აიფონი გამოდი. ის კარგი. ხედა რა პატიოსანია, რომელი აიფონი? 14. 4 წელი. 14 შენ? მე ჩემივე ნაყიდი ჩემი ცოლისთვის მე მოვიგე. ხო. რომელი? ეს 15 Pro Max. ეტყო ბოვინდადის. 14 მქონდა მე. ციტელბახში. აილა. ეხ. ხო. აი, გადარიცხე. კი. 16 Pro
ჩემი ფავორიტი მოდელია და ყოველთვის ლამაზია. უცებ კიდე როგორი ეხლა რაზე მოვედი ეხლა ლუდი კი არ უნდა ვსვათ და კი არ უნდა წამოთმართო რა ხარ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება როგორც ორ ნაცნობად კომპეტენტურ და ძალიან კომპეტენტურ ადამიანის აზრი ალბათ ჩვენ გამოვწერებ საინტერესოდ იმიტომ რომ ჩემი გამომწერებისთვის თქვენ ხართ ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟები რომელიც შემიქმნია რა ხო და მე მიყვარს შენი ყველა გამომწერი მარტო. ყველა მიყვარს საერთოდ. ხო და ესე იგი გვეხმარება რა თქმა უნდა ებრიულო მას აქვს მომზადებული რამდენიმე რაღაცა თეიქი რა მაგალითად ვინ გახდება აღმოჩენა. ოკეი. ვინ იქნება Dark Horse-ი. ოკეი. Dark Horse-ი, ანუ კი. მუკიცხელი. ხო და სანამ Dark Horse-ებზე და ებრი ბუბუს მე მომზადებულ კვიზებზე გადავალთ უთხრეთ ხალხს რომ საჭაშნიკეში მით უმეტეს ამ ამერიკული დროის არტყელის გათვალისწინებით თავისუფლად შეიძლება ფეხბურთის ყურება ძალიან გამართული აუდიო სისტემით, ყველა კუთხეში გაფანტული მონიტორით და ასე შემდეგ და მე განსაკუთრებით ვაჟას და პრინციპში შენც, იმიტომ რომ მესი შენც იყვარს. სულ შენ ხარ. 21 საათზე იწყება არგენტინის მე მგონი მეორე თამაში. ვიქნებით რა. ხო და ვიქნებით აქ. მე შეიძლება ლაივში ვიყო. მე შეიძლება მიმყავდეს. მე შეიძლება მე და მამა მუშაობდით. ხო, ამიტომ თქვენ მაინც მობრძანდით შეიძლება. აბსოლუტ. მიხეც იცია ხალხმა რომ ხანდახან ღამეც ხია. ბასტო ფანტასტოს გამომწერებმა დაგვიწერეთ თუ მოხვიდოდით საჭაშნიკეში რაღაც ცოცხალ საფეხბურთო დისკუსიაზე ლაივში რომ ვილაპარაკოთ მაგალითად ჯგუფურ ეტაპზე ან მსოფლიოს მთავარ ამბებზე და ასე შემდეგ თუ არ დაგეზარებოდეთ ან ჯგუფურ თავყრილობაზე. ჯგუფურის მე ძალიან გაასწორებს რა. ემოციებს გამოშვება უნდა, რაღაცა მსჯელობა გჭირდება, უკვე შენი ფავორიტები გყავს, მიხვდი რომ პორტუგალიის ნაკრები ისეთი ძლიერი ძვერ არის, როგორიც გეგონა, მესი ჯგუფში ჩარჩა და კარგი, ხო იცი რა. კარგი ვაჟა არ არის იქ საჭირო. აი შენი სიცოცხლე ძალიან დიდხანს გაგრძელდება. განსხვავებით? განსხვავებით მელოდიკოს. ხო და გაგოგებინეთ ეგ ამბავი რა. გაასწორებს ჩემი. არა ეს მართლა გასაკეთებელი არის. ეს არის Georgian Hemstaff, ხო? Yes. ეს არის ქართული ხემსის დაფა, რაც მოგვიტანეს და ხემსის. ეხლა რას ვიყავი, იცი? რას? საქართველოს შანსი გვაქვს, რომ უფრო ცნობილები ვიხდეთ რატოობა? აი რაც უფრო გაიზრდება. 100 გუნდია მსოფლიოში და ვერ გავიდეთ. არა. აბა რატო? 100 გუნდი თუ იქნება. ხო? ამერიკულ იმას ალფაბეტს ხო აღარ ეყოფა ასოები. ჯგუფებს ხო სახელები ქვია A B C D E F G. ოკეი. რო გაიზრდება ქართულში რამდენი ასოა? მე 33. ინგლისურში? არ ვიცი. 26. ანუ რა არის საჭირო ამისთვის? ქართულად უნდა ქართულად უნდა დაინო. ქართული ენა დასჭირდება. ვაჯგუფი, ბოჯგუფი, ნახე ჯგუფში რო იქნები. განჯგუფი, დრონჯგუფი. ძალიან ხوار ჩალდიჩოთ. არა. 112 გუნდი არის სოფლიო. მაგას ჯობია რომ უბრალოდ გავიდეთ. უბრალოდ გავიდეთ. ანუ მაგას ჩალენჯს ჯობია რომ უბრალოდ 48 გუნდში მოხვდეთ. ცოტა მოუმატოთ და გავიდეთ. კარგი, სოფლიოზე კი უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ საქართველოს რადგან არ არის სოფლიოზე. ჩვენ ახლა ერთი ახალგური ვითამაშეთ უკვე. ბაჰრეინშევე ხო? რუმინეთთან ვითამაშეთ. ბაჰრეინთან ჯერ არ ვითამაშია, მაგრამ რუმინეთთანაც ვითამაშეთ. ეროვნული კანჭი მოგვივიდა. ეროვნულ სასაცილო პრინციპში არა. ესე იგი პრეტენზია აქვს აქაურობას, რომ ეს არის ნამდვილი კანჭი, ხო? ბიჭო, ეგრე გამოიყურება და გემო როგორი აქ არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად ზუსტად ის არის რაც ჩეხეთში. აბსოლუტურად ჩვენ ვისაუბროთ, მოდი სუპერსკეპტიკის რატო აღარ. მე დავჭრი. მე უნდა ავიღო ეს მისია საკუთარ თავზე? დამიჭერე რა. აი, დაჭერი, რომ არ დაიყვარო რა. თქვენ ისაუბრეთ, კარგი გასინ ჯევაჟა შენ. ეს ხო წნილია. და ესეც, მოდი ამას გავუსწრებ. არის ბაზრობა, რომ როგორი თემა არის, რა ხდება ვიციო, რომ ჩუ? ეცა. ბავშვი რომ დაუკრა რამე. არა. Such a lonely day. დაზე როგორი თემა ხდება? მოიც. მე არ ვიცი კანჭი როგორ იჭრება საერთოდ და ცოტა გამიჭირდება, მაგრამ просто და მოვაჭრო რაღაც ნაწილები და გამომიდო მე. კიდე ამას კაკაჩავ კლიენად? კაკაჩავ რა არის? რა უნდა? მე რა დამავიწყე? სოფლიო ჩემპიონატის ადრენის დაფიქსირების გამოვიდა და ყველა უნდა იცოდეს წელს ვინ იგებს სოფლიო ჩემპიონატს რა.
რატომ? ერთი ფეხბურთელი თქვი, სენეგალის ის? ბავშვს თავს პატარა. მე კარგად ხო გასწავლეთ გულში. ბაიე, ედუარ მენდი. დიახ. პირველი კითხვა არის ესეთი. გავა თუ არა აზიური ან აფრიკული გუნდი ნახევარფინალში? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გავა. ჩემი აზრით ვერ. ბაჟა, ხა არა რო ითქვა ძალიან. ჩემი აზრით. აფრიკული გუნდია სენეგალი. ვიცი. და ვერ გავა ბიჭო. ჩემი აზრით ვერ გავა. ბაჟა, გული უნდა დაგწყვიტო, მაგრამ მე სხვა გუნდზე ვამბობ რო გავა. მაროკოზე ამბობ შენ ალბათ. კოდივარზე. ჰეითერები ხარ ბიჭო. ბიჭო არა, რატო ვარ ჰეითერები? მე ნახე, სენე. უყურებად გონიათ რო ეგრეა. ყველაზე მაგარი აფრიკული ნაკრები რომელი არის? მაროკო. რატო? კოდივარი. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო. კოდივარი მართლა. ეს მის ვაჟა? ყველაზე ძლიერი ნაკრები, აფრიკული ნაკრები არის სენეგალი. იმიტომ რომ ამ სენეგალში თამაშობს უდიდესი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, დიახ. ყოფილი გამარჯვებულები, დიახ. მეკარეები. საუკეთესო მეკარეები, გამარცხებული ყავთ ამ მეკარეებს და პენალტიას აღებული სხვა აფრიკული გუნდების წინააღმდეგ. და თან სხვათა შორის ისეთ ფეხბურთელები არიან, რომ სენეგალი თუ მოიგებს სოფლიო ჩემპიონატს, როგორც იცით, ჩემი მიდგომა და დაწუწურავ სენეგალს ესე აგრესიულად და ესე ინტენსიურად არის, რომ თუ სენეგალი მოიგებს სოფლიო ჩემპიონატს, ჯერა ოქროს ბურთს აიღებს ხოჭა ყვარაცხელა, რომელიც არის საქვეყნო საკითხი. ხოლე ეროვნული მიდგომა არის რა, ზოგადად ეროვნული. ვინ იქნება ჩემპიონატის მთავარი იმედგაცრუება? ან რომელი ვარსკვლავი ჩააგდებს ტურნირს რა იდეაში? კრისტიანო ვარსკვლავია. კრისტიანო რონალდო მეგა ვარსკვლავია. კრისტიანო რონალდო ძალიან ვარსკვლავია, იმიტომ რომ 41-ის. ის რეკორდი იმას აქვს. 42 წლის ასაკში აქვს. მილას, როჟერ მილას. როჟერ მილას. რა ვქნათ ახლა ხალხო, მოდი ჯერ გამოვარკვიოთ ერთი სამი კაცი დავასახელოთ და იქიდან ავარჩიოთ რა. აუტსაიდერი არა, ვარსკვლავი. ტიპი გვჭირდება, ტოპ ვარსკვლავი გვინდა, ვინც ჩვენი აზრით ვერ იქნება ისეთი და ვარსკვლავი. სტუდი რაღაცა თქვა. ნედი. მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა და თან მეგობრობ მაგისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხო. უსმან დემბელე მგონია რომ მომწონს ეს ვერსია ძალიან. არას გარეშე და იმის თუ ეყავს ხო? კი, თუ ეყავს. მოკლედ უსმან დემბელე სოფლიო ჩემპიონატ მატერიალი არ არის რა. არის ჩემპიონთა ლიგის მატერიალი, მაგრამ World Cup მატერიალი რო ან კარგად ითამაშოს ჩემი აზრით. ხება შეუცდედა ანუ დაგცინონ თუ ენახევარში. ხო, დაგცინონ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვიზეც მეტი მოლოდინი იქნება და ნაკლებ პერფორმანსს დადებს, ეს არის უსმან დემბელე. ჩემს პასუხს არის უსმან დემბელე. მე ხელს ვაწერ ვაჟას პასუხს რა. თუ გინდა სხვა სიტყვი, მაგრამ უბრალოდ ძალიან მომწონს ეს. კარგი, მაშინ სხვა სიტყვი რაპირაფერი დაუწერია. ბიჭო. აშენება დემბელე ისე თქვი, რომ ფინალში გავა საფრანგეთი, მაგრამ დემბელე მაინც ვერ ბრძოლებს რა. არა, საფრანგეთი ითამაშეს, ბაპე გოლებს შეყრის და დემბელე ჩემი აზრით ეგრევე ითამაშებს ვინისიუს ჟუნიორი. ვინისიუს ჟუნიორი ჩემი აზრით ითამაშებს. ოღონდ თხოვთ თვალახევარში თუ ვინისიუსმა გაიტანა 15 გოლი, გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, მოიგო ოქროს ბურთი და ასე შემდეგ ეს პროექტ თამაშის ნაწილი იყო ხალხო. თქვენი ფავორიტი გუნდის გარდა, შენ შემთხვევაში სენეგალის გარდა, რომელ გუნდს გულშემატკივრობთ? მე გულშემატკივრობ ნიდერლანდებს. ონსორანიე არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდი ბავშვობიდან და ბერკამპის ვანდერვარტის და მაგ ხალხის გამო სულ მიყვარს. ნიდერლანდები არის ჩემი პასუხი. თქვენი? შენ სენეგალი, შენი ქურო. არა, სენეგალის გარდა მე არის არგენტინა, ან ესპანეთი, რავი, ორივე მაგრა გამისტორდება. ანუ ჯერ სენეგალი, არგენტინა, ესპანეთი, ეგრე ირანკება, ხო? სანამ მესი თამაშობს არგენტინაც ესპანეთთან ერთად მივასწრა, მაგრამ ზოგადად მე როგორც ნაკრებებში ესპანეთის გულშემატკივარი ვარ. ოკეი. უკვე კაი ხანია. ძალიან ტვინი წამოდი, მაგრამ კოდივარი. ვინ გევასება რომ ამიხსნათ ხო? ბიჭო, მთელი გუნდი მევასება. აი ვინ გევასება? აი მთელი გუნდი როგორ გევასება, მთელი იბერია ვინც მევასება არ გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ გიდროგბა, კი 82 წელი ვერ გამოიძახა. არა. აბა თუნ საჰური. ლიბერიას საჰური. მარჯვენა მცველი. ამიტომ წურავს? არა, მაგიტო არ წურავ. მეც ეს სტილი მაქვს. მაგრამ კოდივარი მევასება თან და ეხლა დაემთხვა. ეგ სტილი თუ უნდა კონდეს ნიდერლანდები ძალიან კაი ვარიანტი არის ბიჭო, ნიდერლანდების თამაშს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ, იმიტომ რომ სიამოვნებს. აი როგორც მანჩესტერ იუნაიტედის თამაშების ყურება მისწორდება, ეგრე მისწორდება ნიდერლანდების თამაშის ყურება. იმიტომ რომ ცოტა მაზოხიზმისგან მიდრეკილი კაცი. ბიჭო, აი სულ ისეთი რაღაც ხდება, შეიძლება 2-0 აგებდეს, უცბად ნიდერლანდები და მაინც ამოხარჯოს. მანჩესტერიც ეგეთი გუნდია. აი, ვინ ჩააგდებს თქვით, ეხლა ვინ გაგვაოცებს თქვენი აზრით ფეხბურთელებიდან?
ბიჭო, უკვე მენდი მიფრინავს ცხრიანისკენ. მენდი ნახავ ვინ გაგვაოცებს. მარცხნივ რატო ხარ ისეთი ბოროტები? მე მაქვს ვერსია. მენდი, რა ჩამოიღო რა. ხო. იგი დამატებაზე მორბის დემბელეს რა. ხო. საფრანგეთთან თამაშობდა. და მიჩი აწყობს გადის სენეგალი. და პაპეს აუყვა დემბელი და დემბელი თავით ურტყავს წარმოიდგინე. და ბურთი ხდება. და ეს ხაერშია ხო დაახტა და ბურთი ვაფშე სხვაგან მიდის. არა, ბურთი კარში მიდის. და ეს რა შობა, იცი მენდი ესე ხელებით ესე დგება და მიფრინავს და ბურთი გეხარ თავდება. წამიდა სენეგალი გავიდა. სენეგალი გავიდა დემბელე ტურნირის იმედ გაცრუება გახდა, ყვარამოქროს ბურთი მოიგო. აი ესე იწერება idеალური სცენარები მეგობრებო. რას ვიძახდე, იცი? ნიკო პასმა როგორი თამაშა ბოლო პერიოდში რა, ეს სეზონი, იცი? აი ხამესმა როგორც ითამაშა სოფლიოზე და მე რო წაიღო. შენ ცოტა სააჭარბებ ხოლო, თუმცა მაგრად ითამაშა. აი მაგრად ითამაშა ნიკო პასმა რა. არა, ისეთ გოლები არ გაუწარია ეხლა. ანა რა ვსარ გითხოვე რეკეთ. მიმი რომელიც არავის არ გითხოვიათ, მაგრამ ჭირდებოდა. გოგობს როგორ იზავს, ესე რო სიგობგობის დედოფალი იქნებოდი. არ დაგიულერი არ არის ვარიანტი? რას მეუბნები ზიგი? სიგობგობის დედოფალა. ლამინი ამალის მეწაღე იქნებოდი, რომელიც ამავდროულად ლამინი ამალის ბარბერი. ერთ წამს მაგაზე კიდე ერთი მე. გობ, ინეს ანდროპოლის, გობ, ინეს ანარა მის ნაკრებში ცხოველი ვით. სუპერ სერიას MVP იყო წარსულში, როგორ შეიძლება გაგაოცოთ. ცხოველი ვით იქნება. გაიგე, გთხოვ, აკოცე და რაულ გონსალეს მანკო გაიხსენე. ხო. მუდამ გახსოვდეს. რაულ გონსალესი სულ გახსოვს. ერთი წამი. ვალენტინ ბარკო არის ჩემი პიკი, ებრა. მე მგონი რომ საუკეთესო პიკიბები. მენდი. კაი, საფინალო წყვილის პრედიქშენი მითხარი. საფინალო წყვილი იქნება. ესპანეთი. ესპანეთი იგებს, კაროჩე. გავიგე, მაგრამ ვის უგებს? არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ინგლისში უნდა აირჩიო ერთი. პორტუგალიას გამოვაგდებს აფრიკული გუნდი. არა. კოდივარი. და ეს გუნდი არის მე კოდივარი ეს არ ვარ. ლომები, ხო ის ლომები არის ამათ ნიჭი. თუკ უნდა ვთხოვო და მომცეს. რაღაცნაირი ლომები ქვიათ თომა არ მართლა. ლიონს. რაღაცნაირი ლიონი ისინი ქვიათ ლომები. დილის ლომები. აუ აი. დილის ლომები არის. ესპანეთი მე გავიყვანე ხა ფინალში და გამოიყვანეთ თქვენი ჯილა. შენ ხარ შეჭიმა ნოსტრადამუს კაკულია თუ რაღაცა, შენ იცი ეგ. ხო რა ცხოველივით. ანუ ხალხო ესე დავჯექი და იმენა რიკრიკი გამივიდა. 1-5 წუთიც კი არ დამჯერდა. საქართველოს ხალხი ჯგუფიდან გავიყვანე. ვიღაცებს თმებით ამოუყვანე. ვის ხვდება ესპანეთი? მალე მითხარი ფინალში რა. ესპანეთი ფილანში ხვდება. მაშინ ღოღვით საზიზღარი თამაშით გასულ ინგლისს. ოკურე, ანუ მეორდება ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მაგრამ ინგლისი შენ ორჯერ კითხეს აზრი შედეგინერად ორ ტურნირზე და იმდენ. ორივე იგივე. აუ ფანტაზია ხარო ორივეჯერ ერთ-ერთი წყალი დასვი. ბიჭო, არა. ჩემი აზრით ფინალი შედგება შემდეგნაირად დაკომპლექტება. სენეგალი. აჰა. მე თუ არ მჯერა თქვი, ანუ მე უნდა ირწმუნო ვიცი, მე მეც მჯერა. ხო არის რა უკვე აი ხარდაობს და კონტენტი და რაღაცა ღადილაობს და არა. ბოლომდე უნდა გაწურო, თუ წურა უნდა გაწურო რა. თელი გულით. სენეგალი ადგება და დაუპირისპირდება. მოდი. არ მინდა რომ ფინალში არგენტინა და ესპანეთი წააგოს. ხო. და ძალიან უცნაური ფინალი დაждდება. ოკეი, სენეგალი. ბრაზილია. სენეგალი, ბრაზილია. სენეგალი, ბრაზილია და სენეგალი ეს რა შორსა. ბრაზილია. არა, მოვიცი. მეოთხე ვიცი კორსის. შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავიძ ბრაზილია. და ისეც ეკო. მაგრამ მე მინდა რომ ამერიკული სოფლიო ჩემპიონატი როგორი კვერცხობა ქვეყანას არის საფეხბურთოდ ისეთი უცნაური იმით დასრულდეს და ბრაზილია დაუპირისპირდეს სენეგალს. ოკეი. და სენეგალმა პენალტებში მენდის გმირობით მოიგოს სოფლიო ჩემპიონატი. და ძალიან გადაობა იქნება მთელი ტურნირი რომ მაგასწორო და მენდი იმდენად კარგი რო არის რომ მენდი იგებს ოქროს ბურთს. ჩემი აზრით იტალია შვედეთი იქნება ფინალი. რა ლუდი არის შენი რატო არის ძალიან ჩემი არის ტაატი. ტაატი. ვინ გახდება ბომბარდირი? ჩემი აზრით ბომბარდირი გახდება ხარი კეინი. ბიჭო ფიქრობდი, მაგრამ გონია რომ მაგდენ გოლს ინგლისი. ვერ გავიტანს მაგდენ გოლს ინგლისი. პანამას მოუგებს ინგლისი. ხო. 1-0-ს ბოლო წუთებზე ჰაჰა 2-0-ს. განასთან ფრესი თამაშებენ. 1-1-ს. მოიში ხორვატიასთან? და ხორვატიასთან 2-1-ს მოიგებ. კარგი და ვინ გახდება ქორო ბომბარდირი? მე ამბობ
ბაპეს. აი ჩვენი ძმა. ბაპე დათხოვია უკვე. სარიო მანე. ერთი წამი ბაპე დათხოვია. ვაჟა? ანუ სენეგალის ხას აღარ მიყვები და გადაუხვიე? არა, სენეგალი ნიჩებით გავა. კაი, ავარესია ჩემსიკი გაიხარე. ავარესი მომწოს. მესის პასებით ხოლმე ავარესი. კარგი. ჩემი არის შემდეგ. ნიკოლას პეპე. კოდივარის ლეგენდა. მოდი ბარე მეკარეს თქვით მაშინ. საუკეთესო მეკარე? მეკარე? ოჩოვა. ჩემი ფინიკი იცით მეკარეს მეგობრებო. თემს აღარ ვილაპარაკებ. ედუარ მენდი არის ჩემი ვეცი. ისე რომ ვწურო, თორე არ მოუგია ლიგა პირადად რა. სიტისთან. ბიჭო. აი ხა ისე რომ ვწურო, რომ პროსტა ედუარ მენდი მისე ითამაშოს, რომ ექროსბურთი მოიგოს, ეგ გითხარი წე. ბეკერივე რა? ეს პირადი შეკითხვა არის ტაფსონასთან. ყველაზე ლამაზი ფორმა ვის აქვს ამ მუნდიალზე? მე მაგის რა თქმა უნდა ნაფიქრი მაქვს. და ვაჟასთან ბოდიში სენეგალის ლომებს რო ეფერება. ადიდასმა დახურა ეს სოფლიო და ჩემი აზრით სამგოჩი უნდა ვიტრიაოთ. არგენტინა, ესპანეთი და სამხრეთ აფრიკა. ნიდერლანდები არა? ბოდო არის რაღაცა. ბიჭო, Nike მე ადიდასის Nike არა, ფერია თვითონ ისეთი. ნუ ეხა ფერი თუ ამაში ყოველჯერ ნიდერლანდები არის საუკეთესო ფორმა ყველა ტურნირზე და ეგრე არ არის. აი მე ნიდერლანდების არგენტინა, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა არის ჩემი. ბიჭო, მაპატია სენეგალ, რაღაცა შავი პანტერის საქმეებზე გაიჩიტე გასასვლელი ხო? არა, მაპატია, არ მევასწრებ რა თქვენ პლანის კომბინაციას, იმიტომ რომ ძალიან აფრიკულია და მე მაინც ევროპელი რო ჟაბარ. სწორედ ამიტომ მანისელი ხარ რამდენად. მანისელი ვარ, მაგრამ ევროპელი კიდევ არგენტინის ფორმა მომწონს ყველაზე მეტად რა. ძალიან მაგარი ფორმა. ყველაზე სანახაობრივი ჯგუფურ ეტაპზე რომელი თამაში იქნება? ყველაზე? სენეგალი ერაყი. სენეგალი ერაყი უნდა გავსტრიმო, კალოჩე, ჩემ არხზეც, ჰამაკზეც, ქოროს ხორო არ შემატყოს, მიროს ხორო არ შემატყოს და 4 არხზე გავსტრიმავ სენეგალი ერაყის თამაში. მე არ ვიყო ვაჟა გოგონა. რა თქინა ბრო? გამათხოვებ არხს. გათხოვებ მაგრამ. მირო. მათხოვებ არხს. ჩემი აზრით ნორვეგია საფრანგეთი იქნება ეგეთი თამაში ან ოჩახ ესპანეთი ურუგვაი. აბა? რა აბა? აი მიგახედეთ, მოგახედეთ თამასობაში. შოთები მოგაგებეთ. მე არ ვსვამ, თქვენ სვამთ. ჰეიკერი მგონი გასაგებია. თეიქებზე ყველაფერი დავხურეთ. კარგი. მოკლედ მეგობრებო, ესე იგი საინტერესო თეიქები იყო და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე ცხოვრების, სადაც ნიკოლას აბაკაძეს დავუპირისპირდებით მე და გიორგი ქორიძე. გაიხსნება რამდენიმე შეკითხვა სოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ და ვინც არასწორად გასცემს პასუხს, ან ვინც სწორად ვერ გასცემს პასუხს, მას მოუწევს ერთი ჭიქა, ჭაჭის და ლევა. თქვენ ორნი ხართ. ჩვენ ორნი ვართ, ამიტომ მარტო მე ვსვამ. ანუ მე და შენ ვსვამ. მე და შენ ვსვამ და ქორო მეხმარება მე, იმიტომ რომ მე კომენტატორი არ ვარ და დღე და ღამე ფეხბურთზე არ ვწერ და არ ვკითხულობ. ბიჭო, ბაზარი არის, მაგრამ მინდა რთულიაო რომ მე მგონი არ გვაინტერესებს მე და კორსის. მე მგონი რაღაც პონჩი აზრი არ აქვს. ის კაი. 20-26 წლის მუნდიალის 16 მასპინძელ სტადიონს შორის, რომელია ყველაზე მაღალი ზღვის დონიდან, სადაც ჰაერის გათხელება ფეხბურთელებისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. კაი, ჩამოთვალე. პირველი აცტეკა მეხიკოში, მეორე ესტადიო აკრონი გვადალახარაში, მეოთხე არის Empower Field დენვერში და მეოთხე არის ესტადიო BBVA მონტერეი მექსიკა. კაი, გადაო ბიჭო. შეიძლება ვიმსჯელოთ ან? მაგრამ ხომ თუ ბიჭო ამათ ხო დავიმარა. აი მეგობრებო, როგორც გითხარით, ისევ სხვა ვუცავ. მე ვიმაქ შეიფასო. შენ? შენ? მე ამ ლოკი წავედი, იმიტომ რომ ერთადერთი ამერიკული სტადიონი არის სამი მექსიკური გარშემო და რატო შემოვაგდებდი მაგას მაინც და მაინც და თან კოლორადო ხო ძალიან მთიანი რეგიონი არის. შეიძლება მაგრამ მე ვუპასუხებ აცტეკას. სწორი პასუხია. ოპა რა. ტიპა, ამაზე გითხრა. აბა რა. მაგრამ კოლორადო სწორი არის, ძალიან მთიანი და ისა. ხო და უოჭველი მექსიკა უნდა ყოფილიყო ის აუ მე ვანიშნე ერთი ოთხი თქო იმას. მაგრამ სანაპირო არის სამხრეთია ძალიან. აუ ნუ თავზე ერთი გამოიცანე ჯერ. გისმენთ. ეს ერთი უბრალოდ სიტყვა და ესე გადავება მე მგონი თორე მოგებული მქონდა. აცტეკა ძალიან მარტივი იყო. ვის ეკუთვნის მუნდიალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი? სულ რაღაც 8 წუთში გაიტანა 3 გოლი 1982 წელს. A. გერდ მიულერი, B. ლასლო კიზი, G. გაბრიელ ბატისტუტა, D. ჟუსტ ფონტენი. შენ ხო იცი მაგას პასუხი? ვარაუდო.
ესე რომ შეიძლება და მე დებილი ვით რომ ვიყურები. მე ვაფშე ებრა შენს დაგელაპარაკები თუ შე. ვიმჯელებ რა. მირო. მე მაქვს ვერსია რა. არე უეჭველი. ჩემი აზრი. უეჭველი. მოდი, სამეო სხვადასხვას ვიტყვი. თუ რაღაცა მე ლუც დავარ. ისმენ ხო. ებრა მე განიშნე. ჩემ პასუხი არის ლასლო კიზე. შენი? ჩემი არის ბატის ტუტუ. ბასტო არის სწორი. ლასლო კიზი არის, ყოველსტრაფი. ლასლო კიზი ვინ არის უკაცრავ? რა, გეხვეწა და მე საჭაშნიკეში ნანახ მსოფლიოს გავამარჯოს, იმიტომ რომ აქედან მსოფლიო სულ სხვაგვარ აჩანს. ქოროს გაღუნული ცხვირით. ბედნიერად. მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპების ისტორიაში რომელ ნაკრებს აქვს მიღებული ყველაზე მეტი წითელი ბარათი? სულ 11 წითელი. A არგენტინა, B ბრაზილია, G იტალია, D ურუგვაი. აი შენი აზრით რა იქნება? მე იტალიას ვაფიქსებ. აი, ჩვენ ბრაზილიას. შენ? იტალია. თქვენ მართლები ხართ, ბრაზილია არის სწორი ხო, ბარათი. რა თქმა უნდა, რა რომ ვიცი. ყველაზე მეტი ეგრე თამაშები? ლოგიკა ეგ არის? ხო, რავი, ანუ ამერიკული სტადიონების უმრავლესობა, სადაც მუნდიალის თამაშები უნდა ჩატარდეს, ხელმურსაფარიანია NFL-ის გამო. FIFA-ს კაცრი მოთხოვნებით ყველა მათგანზე ბუნებრივი ბალახი დააგეს, რომელია ერთადერთი სტადიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ისედაც სულად ბუნებრივი საფარი ქონდა და ამ ხრო გადაკეთება არ დასჭიროებია. პირველი MetLife სტადიუმი ნიუ-ჯერსიში, მეორე Hard Rock სტადიუმი მაიამიში, მესამე Mercedes-Benz სტადიუმი ატლანტაში და მეოთხე AT&T სტადიუმი დალასში. მიდი, აი იტყვის თუ არა ეგრევე დაასვი. დალას. მაიამი. ეს ჩემი საყვარელი კითხვა, იმიტომ იყო რომ Hard Rock სტადიუმი არის Dolphins-ის სტადიონი და სწორი პასუხი ამათმა გაცეს, შენ ვიღე. ბიჭო, მესის პონში. ერთავს, რა ლოგიკით თქვი, რა თქვი? აი თავსო ჩემი საყვარელი კითხვა რატო იქნებოდა? რადგან ტურნირი სამი გიგანტურ ქვეყანაში ტარდება, გუნდებს შორის ლოჯისტიკა უპრეცედენტო და რთულია. FIFA-ს სადაც ჯგუფები რეგიონების მიხედვით დაიყო, დასავლეთი, ცენტრი და აღმოსავლეთი. თუმცა მატჩების განრიგის გამო ერთ-ერთ ჯგუფში მოყვარულ გუნდებს ჯგუფური ეტაპის მხოლოდ 3 მატჩი ატარებათ ყველაზე გრძელი გზის გავლა უწევთ. თითქმის 4000-ზე მეტი კილომეტრის ფრენა უწევთ. რომელი მასპინძელი ქალაქების წყვილია მიმდინარე მუნდიალზე გეოგრაფიულად ყველაზე მეტად დაშორებული ერთმანეთისგან? A. ტორონტო და მეხიკო, B. ვანკუვერი და მაიამი, G. სიეტლი და გვადალახარა, D. ბოსტონი და ლოს-ანჯელესი. ამერიკის მაქსიმ. ეგ არის ეხა ბოლოს მე ვპასუხობ რა. ეგ არის გიურიქი. ტორონტო და მეხიკო არის ჩემი. მექსიკის. მიღებული არ არის. შეიძლება დალიო, იმიტომ რომ უეჭვენესო, იმიტომ რომ მე ეგ ვიცი რომ არასწორი პასუხია. მე მეუნები რაღაც ძალიან მინდა. არა, მართლა გეუბნები. არასწორი პასუხია? ეგ სწორი იყოს, იმიტომ რომ მეხიკო ბიჭო, როკა ახლოს, ვანკუვერი ცოტა მარლა. ვანკუვერი რა იყო? მაიამი. ვანკუვერი მაიამი მარლა. მე გვადალახარა, მე გვადალახარა თქვი? სიეტლი. სიეტლი გვადალახარა. მე ეგ მგონია. თქვენ საერთო პასუხს არ მეუნები? ჩვენი პასუხი ვანკუვერი თქვათ რა. აუ, მე დალევა რომ მოგიწიოს. კანადა არის ჩათვალე ვანკუვერი. კაი, თქვი? ხო, კაი. ვანკუვერი არის ჩვენი პასუხი. სწორი პასუხია. კი, ვანკუვერი. ვანკუვერი და მაიამი სწორი პასუხი. დალია და სანამ დალევ ჩვენ დავემშვიდობა. მე დავემშვიდობი ჩემს გამომწერებს, ჩემს საყვარლებს და ჩემს ფირფასებს. სენეგალს გავუმართავს. სენეგალი ალეს ლიონ. შევეშვა მე თავი. მინდა გიორგი ხორიძის დამუშევას თუ შეიძლება რომ ანუ მადლობა გავხავს გიორგი ხორიძესთან ამჟამად დედის იმო. არა. მადლობა გავხავს მე რათა მე ვარ და მადლობა გავხავს აფსონს რათა ცოტა ისეთი ადგილია საჭაშნიკე რა ცოტა მოგამული ადგილია და განათაკავე. სხვათა და შორის ხალხო, საჭაშნიკეში შეგიძლიათ სოფლიო ჩემპიონატის თამაშების ყურება ხანდახან 24 საათით. მაგარი მეგობრული გარემო, ეხლა დავრჩები, ესენო დაკეცავ, მე აქ დავრჩები, ვინმე მაგედაც დაუშვები, აუხსნე რომ სენეგალი ყველაზე დიდი ნაკრებია სოფლიოზე დღეს. და ხალხო, ნიკოლოზ ასეთი აბაია. კანჭი საქართველოში მე თავს ვდებ, ჩემ პრიალა თავს, რომ არ იჭმევა. მობრძანდით და გასაგებია. მადლობა ვისეთ მომავალ შეხვედრამდე, შევხვდებით აქ სოფლიოზე ლაივ რეჟიმში. მადლობა ვინსენტ. მადლობა, ქურო, ღლიშვილო. შემაგი. ბარო, შენი მადლობა ძალიან. მადლობა შენი დედამ. ვახ, ბიჭო.